ზაზა ბიბილაშვილი მინდა მოვიწვიო ეთერში, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. საომშვიდობისა ზაზა, მადლობა მობრძანებისთვის. მთელმა მსოფლიომ დღეს შეიმჩნია 7 აგვისტო როგორც საქართველოში რუსეთის შემოჭრის დღე. გარდა საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების, გარდა რუსეთისა, ბუნებრივია და იმ რამდენიმე ქვეყნისა, რომელსაც აღიარებულიც აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არიან, რუსეთის სრულ მორჩილებაში. თქვენ ეს ვიცი რომ არ გიკვირთ, ვინაიდან პირველივე წუთებიდან როცა გამოჩნდა ივანიშვილი, მინახავს მე თქვენი მასალები, აკვირდებოდით მის განცხადებებს, მისი გარემოცვის განცხადებებს ზუსტად აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თუმცა აი მაინც როდესაც მთელი საქართველო არალეგიტიმურობის მიუხედავად მაინც ელოდება ხოლმე თუნდაც აი მცირე იმედით, რომ ღირსებას სადღაც გამოიჩენს საკუთარი მისი ქვეყნის მიმართ ეს ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია დღეს და შეიმჩნევს, რომ ეს არის ომის დაწყების დღე. არა, ეს მომენტი არ დგება ახლა შევამოწმე, არც ერთი სიტყვა არ არის, არც სოციალურ ქსელში, არც მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე, რა გამოდის? გამოდის, რომ რუსეთი და ივანიშვილი ერთ დღეს მიიჩნევს საქართველოში ომის დაწყების დღედ და ეს არის 8 აგვისტო დღე, რომელიც სურს რომ ომის დაწყების დღეს მიიჩნეოდეს მხოლოდ პუტინს. კი ბატონო. ბუნებრივია ის, ვინაიდან ეს უკვე დიდი ხანი აღარ არის პრორუსული ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთი. რუსეთის ჰიბრიდული ძალა, ეს არის ძალა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ პუტინს გაეკონტროლებინა საქართველო. მან თქვა კიდევაც ის რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა 2008 წლის აგვისტოში იმას გააკეთებს ქართველი ხალხიო და დაიწყო ამისთვის მზადება ომის დამთავრებიდან მეორე დღესვე. რამდენიმე წლის წინ დუგინმა, კაცობრიობის მტერმა და საქართველოს მტერმა მათ შორის განაცხადა რომ ჩვენ რომ 2008 წელს ტანკებით აგვეღოთ თბილისი, ამაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერ დავსვამდით, ვიდრე დღეს ყავს ივანიშვილის სახით. ესეთ ვითარება და შესაბამისად ბუნებრივია ის რეაქციის არ ქონა, რომელიც ამ რეჟიმს აქვს 7 აგვისტოს თარიღის მიმართ. თავიდან ბოლომდე სინქრონში არიან კრემლთან, არა მხოლოდ სინქრონში არიან ნინო კრემლთან, არამედ ბოლო ხანებში განცდა რჩება, რომ ის ტექსტები, რომელიც მათთან ჩამოდის, რომლის კითხვაც უწევთ. უწევთ რა, ეხლა ძალიანაც არ ეტანჯებიან ამით. მათთვისაც კი შოკის მომგვრელი, აი კობახიძემ რაღაც უწაიკითხა ამას წინათ ივანიშვილმა რაც იკადრა შარშან, როდესაც გორიდან ბუდიში მოუხადა იმ ხალხს, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ხელი აწიეს და რომლებმაც ხოცეს ჩვენი მოქალაქეები. ეს ყველაფერი მგონია რომ მათაც უკვირთ, მაგრამ ეს აი ცხენის გახედვნასავითაა. პირველად რომ გახედნი, მე უკვე რამდენად სწრაფად გააჭერნებ, უკვე ტექნიკის ამბავია, ხო? ესენი გახედნილები არიან, ესენი ამ გადაწყვეტილებას როცა იღებენ, რა ვიცი, ხა კობახიძე როცა ხარ ან პაპუაშვილი ან დინარაძე ან გალუსტაშვილი ან რა ვიცი, რომელი მათგანიც გინდათ, ხა იქ რასინდიზე შეიძლება იყოს, ან რა ღირსებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ხა თვითონ ომს რაც შეეხება, სინამდვილეში 2008 წელს პუტინს და ამაზე დასავლეთის პრესაში წერება, რომ პუტინი აი ხა ეს მედვედევი რო იყო და მედვედევის სახელით რო ვრცელდებოდა რაღაც განცხადებები, ეს რა თქმა უნდა მიამიტობა იყო, რომ ვიღაც ამაზე წამოეგო თავის დროზე, ხო, მედვედევის ფაქტორი და მოდი მედვედევის ხელი შეუწყოთ და რუსეთში რაღაც გალხობა, ლიბერალიზაცია, ეგ ესეთივე მიამიტობა იყო, როცა აი კვირიკაშვილი რომ მოვიდა პრემიერად და ხალხს რო ეგუნა, მოდი ახლა კვირიკაშვილი გავაძლიეროთ და ივანიშვილი მგონი გაიწია. აი ეგეთივე მიამიტობა იყო ზუსტად ერთ-ერთში. ხო და 2008 წელს პუტინს ზუსტად იგივე ამოცანა ჰქონდა საქართველოში, რაც 2022 წელს უკრაინაში. ეს არის ორი რამ დესუვერენიზაცია ქვეყნის და ხელისუფლების ცვლილება, ანუ იქ მარიონეტების დასმა. ფორმალურად რაღაც ნიშნებს სახელმწიფოსი შეუნარჩუნებდა ალბათ უკრაინას, რომ გაემარჯვა, მაგრამ დასვამდა ისეთ ადამიანს, როგორც მანამდე წავდა იანუკოვიჩი. ეს უნდა და 2008 წელს ამას ვერ მიაღწია და შესაბამისად სტრატეგიულად და მსოფლიო თვალში საქართველოს იმ ომში დიახ გაიმარჯვა. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ გადავარჩინეთ საგარეო კურსი და თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მართლა ნაყიდ ევროპელ პოლიტიკოს თუ ბიუროკრატს, იქ საერთოდ არ არსებობს ორი აზრი, ვინ დაიწყო ის ომი, ან რა მიზნებს ემსახურებოდა ის ომი. აქ ესეც საინტერესოა სხვათა შორის თვალსაჩინოა, რომ კოცები ეს რეჟიმი ანუ მთელ დასავლეთს დაუპირისპირდა. ხო, ევროპა მათთვის არაფერი არ არის, გაერთიანებული სამეფო არაფერი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატები არაფერი არ არის, ევროპარლამენტის რეზოლუციებს და სენატის რეზოლუციებს კაპიკი და ჩალისფასი აქ ამბობენ, მაგრამ არის ერთი დოკუმენტი, რომელიც დასავლეთმა დადო და რომელიც მათთვის არის საფიცარი ბიბლიასავით, ეს არის ტალიავილის დასკვნა.
რატომ? იმიტომ რომ ის მათთვის რაღაც ხელმოსაჭით ხავს სიძლევა, ხო? თუმცა არც თუ ისეც ხადათ. არც თუ ისეც მაგას ხავს სიძლევა. წერია რომ პირველი გადაადგილება მოხდა რა თქმა უნდა. რუსული სამხედრო შენერთები უკვე იყო შვიდში საქართველოს. ეს არის თავარი, რასაც რა თქმა უნდა ეს რეჟიმი არასდროს არ აღიარებს, ვინაიდან სხვა მანდატით არის მოსული. 7 აგვისტოს რუსულმა ჯარმა, იქ ვიღაც დაქირავებულ მკვლელებზე არ არის საუბარი, რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ნიშნავს აგრესიის დაწყებას და მანამდე მკვლელობები ჩვენი სოფლებში ადამიანების მკვლელობები, პოლიციელების მკვლელობები დაწყებული იყო. ასევე ისიც უნდა შევახსენოთ ტელემაყურებელს, რა ხდებოდა ომის დაწყებამდე, ვინაიდან ხა ისე გამოდიან ესენი, გეგონება, აი უცბად ერთჩვენი ერთ დღეს ქართულმა ჯარმა დაიწყო სროლა და მანამდე არაფერი არ ხდებოდა. სხვადასხვა ზუსტად ეს თქვა ივანიშვილმა გეხსოვებათ იმ თავის ავადსახსენებელ პრესკონფერენციაზე, რომ არაფერი არ ხდებოდაო, 1-2 კედელი იყო დანგრეული, ხო, მე მგონია თითქმის ზუსტი ციტატაა და როცა ატეხეს ამათმა სროლაო. მე ვიყავი კონფლიქტის ზონაში 7-ში და რომ მოვდიოდი იქიდან, ეს იყო რეპორტაჟი ჩემი, უბრალოდ მინდა გაუზიარო ჩემს აუდიტორიასაც. ეს იყო 7 რიცხვი, მუშაობდი თავისუფალ ჟურნალისტად უკრაინის ერთ-ერთი არხისთვის და როდესაც უკან ბრუნდებოდი, რამდენიმე მეგობარს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ნაცნობებს დაურეკე და უთხრე, რომ საქართველოში ომია დაწყებული. 7-ში, როდესაც მე მომქონდა იქიდან რეპორტაჟი, მე წამოვედი განცდით, დარწმუნებული რომ ომი უკვე იყო საქართველოში, რაზეც უკვე იმღამეს და შემდეგ დღეებში ეს ფაქტობრივად დადასტურდა, იმიტომ რომ იქ ადამიანები, ხა ვისაც ვუყურებდით ჩვენ სხვა შორის მეცნო რამდენიმე ადამიანი, ერგნეთელი, მე ისინი ჩაწერილები მყავს 7-ში, ნაწილი მათგანი და მათი სახლები იყო უკვე დახრეტილი, მათ გახიზნული ყავდათ მთელი ოჯახები, მათ დაღუპული ყავდათ შინაური ცხოველები, სხვათა შორის ეს სისხლი ნახე რამდენიმე ადგილზე ამ სოფელში. ქართული პოლიციელი 6 პოლიციელი რომ მოკლეს, ეს იყო 5-ში თუ 6-ში თუ სწორად მახსოვს. ანუ იყო ამბავი, ამის დადასტურება მინდა თქვენთვის, რომ ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი და მაქვს გაშუქებული, რომ 7-ში იქ უკვე იყო. ამის დანახვა არ დანახვა სინამდვილეში ძალიან მარტივი და პოლიტიკური ნების საკითხია. მანამდეც გავიხსენოთ, ხო? ჯერ ერთი პუტინმა თვითონ აღიარა, რომ ამას ჩვენ წლების განმავლობაში ვამზადებდითო. ამ ოპერაციას ჩვენ წლების განმავლობაში ვამზადებდითო. უშუალოდ იმ წელს, რაც შეეხება 2008 წელს, რამდენიმე თვით ადრე რაც ხდებოდა, გავიხსენოთ ის როგორ დაარღვია რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმებები, გავიდა მაშინდელი SNG შეთანხმებებიდან და დაიწყო აფხაზეთში პასპორტების დარიგება, სამაჩაბლოში პასპორტების დარიგება, აფხაზეთში რკინიგზის გაყვანა, რომელთაც მერე ჯანი უნდა გადაეყვანა, ჩვენი დრონი, რომელიც აკვირდებოდა რუსულ მოქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო, ეს ხდება აპრილსა თუ მაისში. შემდეგ აი ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მხრიდან და არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ შტაინმაიერს, ანუ ევროპის მხრიდანაც იყო არაერთი მცდელობა იმისა, რომ რუსეთს საგონებაზე მოეყვანათ და რაღაცნაირად ეგებ მაგიდასთან დაესვათ. ხო იყო სააკაშვილის შეთავაზებები, გვახსოვს ყველას, რომ მოდი აფხაზეთში მაგალითად აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი სოხუმამდე. და ის დანარჩენი ვითარება, რომელიც მანამდე იყო და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დიდი ნაწილის მოხდა 92-13 წლებში. გაგრის გენოციდი 92 წელს მოხდა, სოხუმის გენოციდი 93 წელს მოხდა და არა 2008-ში. ანუ ამაზე არ ლაპარაკობენ წულუკიანის კომისიაზე, ხო? და ეს გააკეთა ზუსტად მაშინ სააკაშვილის შეთავაზება იყო, შტაინმაიერის გეგმა არსებობდა, რომელიც ჩაიტანეს რუსეთში და რუსეთმა ყველაფერს უარი უთხრა. ანუ ყველაფერზე უარი განაცხადა და ვინაიდან მას ჰქონდა ეს ომი გეგმაში. ეხლა ამ სიტუაციაში, ბოდიში და ამას დავამთავრებ, უბრალოდ ამ სიტუაციაში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის მარტივი, როდესაც მტერი შემოგივარდება ოჯახში. და როდესაც ჩვენს უკან არის შენი ცოლ-შვილი, შენი ოჯახი, შენი სოფელი, შენი ქალაქი, რა უნდა გააკეთო? უნდა დაწვე? თუ უნდა დაიცვა? პროვოკაციაზე არ უნდა წახვიდე. ბატონო? პროვოკაციაზე არ უნდა წახვიდე. ხო, ანუ ხო, ცხადია, ანუ ეს რაღაცნაირი უღირსობისა და ადამიანური ამორალობის ფსკერია. უკრაინაზეც იგივე სამბობ. რა თქმა უნდა, არც პრაგმატულია. აგებ და მარცხდები. აი, ის ჰიბრიდული ომის ის ნაწილი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხომ პროპაგანდისტული ნაწილი, რომელიც ჯერ ცოტა შეფარვით დაიწყო, შემდეგ განვითარდა. ახლა მართლაც უკვე წულუკიანის კომისია საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომში, ხო, ომის დაწყებაში. ეს არ მომხდარა ერთჯერადად, რაღაცა უცებ, ეს რაღაცა გრძელდებოდა, ადამიანების ტვინებამდე მიაღწიეს პროპაგანდისტული მედია საშუალებებით და ძალიან სამწუხაროდ, დღეს იყო ერთი ფაქტი გორში და მინდა ეს ფაქტი ერთად ვნახოთ. ჩვენ საუბრობთ ხელისუფლებაზე ხოლმე და არ საუბრობთ
მოქალაქეებზე, ამ შემთხვევაში პოლიციელებზე, რომლებსაც დღეს ვერაფრით ახალგაზრდებმა ვერ ათქმევინეს, რომ საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა არის რუსეთი, რომ ომის დაწყების დღე არის 7 და ისინი თხოვდნენ, რას ითხოვდნენ, რომ დავუშვათ გორის ცენტრში დროშა. იმიტომ რომ დღეს არის სამგლოვიარო დღე, ნახოთ ეს მასალა და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ჩვენმა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ წეღან ჩამოწია დროშა. შემდეგ გამოსვლიდნენ იმ შენობიდან და აწიეს ისევ დიდი ჯაჯგურის შემდეგ ისევ ჩამოიწია და რო ვკითხეთ ვინ დაიწყო ომი, ვერ გვიპასუხეს მაგაზე. და შემდეგ იქ გავუკარით პატარა სტიკერები, რომ 7-ში დაიწყო ომი და რუსეთმა დაიწყო თან. ჩვენ როგორც კი წავედით, მაგ დროს აწიეს ეს დროშა, მე ჩამოვწე და ისევ აწიეს, ვიღაც მოვიდა ჩაბურული შკოდით და უბრძანა, რომ აი აქ უნდა იდგეს ეს და ასე უნდა ეკავოს. თვითონ ეს პოლიციელები იბრძოდნენ. ვერ სახეზე ვიცნობ, კაცო. თვითონ იბრძოდნენ, იარაღი ეკავათ ხელში და წასული იყვნენ 2008-ში. ადამიანმა დღეს ვერ თქვა ის, რომ 7 აგვისტოს კი იყო საპასუხო ცეცხლი გახსნილი და ასე აითვლება საერთაშორისო დოკუმენტებით ომის დაწყების თარიღი და ვინ დაიწყო ომი? აი ამის თქმა როგორ შეიძლება რომ ადამიანს გაგიჭირდეს. აი რა გვჭირს ეს კითხვა არის რელევანტური ახლა ამის შემდეგ. ამათი ყურებისას ხშირად მახსენდება ხოლმე კინოფილმი მატრიცა, აი როდესაც ბევრი სხეული მიერთებულია რაღაც მანქანაზე და მათ გონია თორცოცხლები არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს მანქანა ცოცხლობს მათ ნაცვლად. აი მგონია რომ ესენი არიან ზომბები, რომლებიც ტევე ნაძეჟდაზე არიან მიერთებული და ნებაყოფლობით თმობენ საკუთარ თავისუფალ ნებას, თავის ღირსებას, თავის ქართველობას. არ ვიცი რამდენიმე შეიძლება ესეთიც იყო, მაგრამ აი ეს არის ტვინის გამორეცხვა, ახლა გუშინაც ახსენებდა ჩემი ერთი მეგობარი, სტალინმა ვისაც ოჯახები ამოუწყვიტა, სტალინის სიკვდილს გლოვობდა ბევრი 53 წელს, ხო? აი ეს არის პროპაგანდის ძალა. ეხლა იბრძოდნენ თუ არ იბრძოდნენ, მე არ ვიცი, ეხლა კონკრეტულად ვიზე არის საუბარი, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ვერ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი, რა ვიცი, აი ამას რო ქართველი ვერ იტყვის, ის ქართველი აღარ არის. და ეს ყველაფერი ვიმეორებ აიხსნება არა მაინდა-მაინც იმ გარყვნილი სისტემით, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, როგორც არის მოსყიდვა, დაშინება, კომპრომატები და ასე შემდეგ. ამის ძალიან დიდი ნაწილი აიხსნება პროპაგანდით, ვიმეორებ, ეს არის ტევე ნაძეჟდაზე მიერთებული ზომბების სამწუხაროდ და საბედნიეროდ საკმაოდ მცირე არმია. უბრალოდ მათ ხელში არის მთელი ძალადობრივი რესურსი და ამ ძალადობაზე დგას დღეს საქართველოში რუსეთი. ახლა ვუყურებ დღეს მოერიდა ასე პირდაპირ განცხადებებს ხელისუფლება, საერთოდ არ გამოხმაურებია ომს, უკაცრავად არალეგიტიმური ხელისუფლება ყოველ ჯერზე ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ალბათ, არ უნდა შეგვეშალოს. თუმცა ტევე პირველმა კითხა ზარკუას ამ თემასთან დაკავშირებით, ეხლა რას პასუხობს ის ნახეთ. დღეს არის დღე, სადაც სააკაშვილი და რუსის ოკუპანტი დაესხა საქართველოს თავს. ერთად. სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი, სტრატეგიული ობიექტები 20% ტერიტორიების როგორ გაჩნდა და ბრძანება აქვს 8-ში გაცემული, ასე რომ კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით. ეს ეხა უკვე კიდევ ახალი ისეთი გართულებული გზავნილია უფრო მოკლედ უბრალოდ გამარტივებული მათი აუდიტორიისთვის, რომ ესე იგი რუსეთი, პუტინი და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ხო? ამბობს პირი, რომელიც ახლა ჩვენთან ეკრანზეა. ეს ახლა რატომ გავამაქვს ეს მესმის ჩვენთვის ახლა ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდეს არც ეს პირი, არც ეს განცხადება, მაგრამ ამ განცხადებას ისმენს ხალხი და შემდეგ თვითონ თუ იბრძოდა სამაჩაბლოში, უცებ შეიძლება ვერ გიპასუხოს, რომ თვითონ იბრძოდა. აი იქამდე მიდის ამ პროპაგანდით ზომბირებულთა ვთქვათ მოსაზრებების. როგორც იტყვიან, არაფერია ახალი ცისქვეშეთში და ხშირად გამივლია პარალელი კგბ-ს ადრინდელ მესიჯებსა და ჩეკას და NKVD-ს მესიჯებსა და დღევანდელი ოცნების მესიჯებს შორის. ეხლა პირველი რაც გამახსენდა ამის მოსმენისას იყო, როგორ ამბობდნენ უკვე დადასტურებული კგბ-შნიკები, შეიძლება ითქვას 90-იანების წლების დასაწყისში, ძირს შევარდნაძე გამსახურდიას ბინძური ალიანსი. გახსოვთ ეს? კი. ხო? აი როგორ აბნევდნენ ხალხს, რა შევარდნაძე გამსახურდიას ბინძური ალიანსი, მაგრამ აი შემოგდებული თემა იყო, რომ ვითომ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური მხარე სინამდვილეში ალიანსშია და საქართველოს ებრძვის ორივე. ხო სიგიზია, სიშლეგია
რო დაიჯერო ამას მართლა ამბობს, მაგრამ სინამდვილეში მართლა არავის არ ჯეროდა ეს იყო ჩვეულებრივი კგბ-ს რომელიღაც კაბინეტში დაწერილი აი ესეთი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელსაც დღესაც აჟღერებს უბრალოდ აი ეს ტაკი მასხარა აჟღერებს და არც იცის ახლა ვინ დაწერა და არც იცის ვინ გაუგზავნა ეს მესიჯი, ხო? მაგრამ რაც არის დავალება, რაც არის იმას აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს და ეს დავაფიქსიროთ ახლა ბოდიში მომთხოვა და პოსტ-ტივის რაღაც რეპორტაჟი ჩამიგდეს ჩემს ერთ-ერთ კოლეგაზე, აგენტობას აბრალებენ და პოსტ-ტივი ხსნის როგორ ხდება აგენტად დავერბოვკება და ვფიქრობ რომ ძალიან კარგად იციან ეს თემა რა, ანუ ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ როგორ ჩანს მათთვის ცნობილია, ხო, ჯერო დაავებოკებენო, მერე დააფინანსებენო, მერე იმაზე გადაიყვანენო NGO-ში ნიკათო, მერე პოლიტიკაშიო და ასე შემდეგ, ხო და ვიზე ლაპარაკობენ, რა ვიცი, ვიღაცებს ვინც დანიის აგენტები არიან, ან შვედეთს, ხო, შვედეთს დანიამაც გააკეთა განცხადება, შვედეთმაც, პოლონეთმაც, საფრანგეთმაც, ძალიან ყველამ გააკეთა განცხადება ომთან დაკავშირებით იმ ხალხის გარდა, რომელიც დღეს ფორმალურად საქართველოს ხელისუფლებად, ცხადია, არალეგიტიმურად, მაგრამ ფორმალურად საქართველოს ხელისუფლებად მიიჩნევიან და ეხლა ჩვენ ამათთან საუბარი ლოგიკაზე, ღირსებაზე, ლოგიკაშიც უჭირს, მე მგონი თურვაში გასცა ვინმე ბრძანება სააკაშვილმა, რა ბრძანებაზე საუბარი ხა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვიდში არ დაიწყო ომი რუსეთმა. ლოგიკაა ეხლა. ყველაფერსო თავი დავანებოთ, ეს არის რეჟიმი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიპლომატიურ გამარჯვებას, ერთ-ერთ პასეს რეზოლუციას მიიჩნევენ თითქოს ომის დაწყების აღიარებად. ანუ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დასაყრდენია, რომელსაც რუსეთმა ხმა არ მისცა, გავიდა საერთოდ დარბაზიდან, აი ამას ატრიალებენ და ამას იყენებენ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც აღიარა, ხო? ანუ ვიმეორებ, ჩვენი ბოლო ილუზია არის ის, რომ ამ ადამიანებში შეიძლება გაიღვიძოს სინდისმა, შეიძლება მათ ქონდათ ღირსების განცდა და ამ ღირსებამ თავის შეახსენოს ოდესმე, ან რომ როგორც ქართველები რაღაცას ვერ იზამენ, დღეს ჩვენ ამ ყველა ეტაპს უკვე გავწვდით, ანუ ქართველი ადამიანი, რომელსაც აქვს ელემენტარული ღირსების განცდა, ამას არ მხოლოდ აქტიურად ვერ გააკეთებდა, პასიურადაც ვერ მოემსახურებოდა, ვერ აიტანდა ამას, ვერ აიტანდა აი ამას, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, იმიტომ რომ ეს ყოველი ჩვენგანის პირადი შეურაცხყოფაა. აი ზარქუას რო ქვია, არ ვიცი რა ქვია, პარლამენტის წევრია, ხო მგონი ეგრეთ წოდებულის, ხო? ან ესე რა ქვია, ყაველაშვილი რო არის პრეზიდენტი, ეს არის თითეული ქართული შეურაცხყოფა. ეს არის რუსული გეგმა, რომ დაამცირონ, დააკნინონ ქართული სახელმწიფო, რომ ქართულ ხალხს სულში ჩააფურთხონ. ყაველაშვილი რო დაგვისვეს პრეზიდენტად, ზარქუას რო ალაპარაკებენ ომზე და წულუკიანს ალაპარაკებენ რომ თურმე რატომ არ არისო, რა ქვია, ანწუხელიძე ცოცხალიო და ვისეუნება ამას. ვისეუნება რატო არ არის ანწუხელიძე ცოცხალიო? რუსს უთხრას, თავის პატრონს უთხრას, იმიტომ არ არის რომ რუსი შემოვიდა საქართველოში. იმიტომ რომ რუსი არის ღორი, ერი, რომელიც ყველა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს იპყრობს. ხო, პოლიტიკურად ვამბობ ამას. და ამის მაგივრად რომ გაასწოროს კომპასი და ესე იქნებოდა ესენი ქართველები რო იყვნენ, ადანაშაულებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს. ამაზე მეტი მკრეხელობა, ამაზე მეტი არაქართველობა, ამაზე მეტი ღირსების არ ქონა, მე მართლა ვერ წარმოვიდგენია და ხანდახან მიჭირს ხოლმე ამაზე დაალაგებულად საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ შეურაცხმყოფელი ამის სმენა. ანუ საერთოდ რო არ გინდოდეს ეგრეთ წოდებული, აი აპოლიტიკური ხალხი ხო არის? არ არსებობს, ანუ ერთხელ რო ჩართავ ამ კომისიას, ვერ იქნები აპოლიტიკური. ვერ იქნები მშვიდად. ეს სპეციალურად არის გამიზნული იმისთვის, რომ ყველა ადამიანს პირადი შეურაცხყოფა მიაყენოს, ღირსება წაართვას მართლა იმითი, რასაც გვთავაზობენ. ზაზა, ჩვენ ახლა ველოდებით ჩართვას გორიდან, თუმცა მანამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, ეს ეხება წულუკიანის კომისიას და იმას, რაც უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ სექტემბერში. როგორც დაგვიანონსეს, ეს არის რაღაცა მრავალტომიანი, უბრალოდ სქელტანიანი წიგნი, რომელიც უნდა გამოიცეს, ინგლისურად უნდა ითარგმნოს და მოკლედ წულუკიანის შემოქმედება უნდა იყოს და მისი ასე ვთქვათ, მაგიდასთან მსხდომების. ძალიან მოკლედ პასუხი იმაზე, რას შეცვლის ეს დასკვნა? ეს დასკვნა დროებით შეცვლის იმას, რომ სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ამ ისტორიულ ვერსიას მიაწვდიან ბავშვებს, მიაწვდიან აი ამ პოლიციელებს, რომლებიც პასუხს ვერ სცემენ ომი ვინ დაიწყო და შემოგთავაზებენ ისტორიის ოფიციალურ ვერსიად. რაც გააკეთეს ოდესღაც ბოლშევიკებმა, რაც მოხდა 90-იანების დასაწყისში, როდესაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე აღიზარდა სამშობლოს ღალატის მუხლით და ასე შემდეგ. ხო, ეს იქნება რაღაც გარყვნილი, გაუკუმართებული რეალობა, მაგრამ ცხადია ხა ისინი ამ ისტორიას ვერ შეცვლიან. ისტორიის გადაწერის ყველა მცდელობა
მცდელობა კრახისთვის არის განწილული. ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ იმაზეა, რამდენი ხანი გაუხანგრძლივებს ეს ამ ვითარებას ამ რეჟიმს. თუმცა არალეგიტიმური ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, ყველა დოკუმენტი ანულირდება სავარაუდოდ, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება. ხო, რა თქმა უნდა და ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიისთვის ბრძოლა არის ჩვენი აწყვოსთვის და მომავლისთვის ბრძოლის საკვანძო ნაწილი. ხა პუტინი გიჟი კი არ იყო, როდესაც ლაპარაკობდა საქართველოს ისტორიაზე რამდენიმე წლის წინ და საუბრობდა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი თურმე საქართველოზე ადრე შეუერთდა რუსეთს. აი ესეთი სიგიჟეც აქვს მას ნათქვამი, ხო? დიდი ესე და ვრცელი პუბლიკაცია გაკეთებული პუტინს უკრაინის ისტორიასთან დაკავშირებით. ხა რატო აკეთებენ ამას? იმიტომ ხო არ აკეთებენ რაღაც ისტორიის ინტერესი აქვს, ხო? კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არსებობს. უკრაინის შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებამ უპასუხა ამას პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ დონეზე და სადაც საჭირო იყო იქ გააგზავნა პუტინი და ქოც რეჟიმის შემთხვევაში თქვენს რომ ამას ისტორიკოსები გასცემენ პასუხს თურმე. მადლობა ზაზა ბიბილაშვილ საინტერესო ანალიზისთვის.